ეს რეჟიმი რომ ვამხილოთ, რომ ფარისევალი მაიმუნი აფერისტები არიან. თვითონ ქვეყანაში ყველაზე მანკიერი ფორმით აქვს deep და გაფართოებული state შექმნა. ამაზე ამყნობენ საკუთარ ძალაუფლებას, მთავრობის ფულზე, არაკერძო ინიციატივაზე ყველაფერი. ამიტომ ხო ეკტყვილი ისე როგორც სიტყვის თავისუფლებაზე, რო დაიღეს დროშად ეს ვენსის გამოსვლა მიუნხენში. ისევ შეფასებაში კი არ შევდივარ. მე ნაწილს სიტყვის თავისუფლებაზე რაც ვიცე-პრეზიდენტ ვესმა თქვა, ვიზიარებ როგორც მოქალაქე ჩემი ქვეყნის მის მხარდაჭერას AfD-ს მიმართ მივიჩნევ ფუნდამენტურ შეცდომად და საქართველოს ინტერესებისთვის და თავისუფალი სამყაროს მცდარად, მაგრამ სიტყვის თავისუფლებაზე ვეთანხმები. ეს რეჟიმი ამას როგორ იყენებს, როცა ზუსტად მაგ მიმართულებით ისინი არიან ზეჩარელის მომხრე სიტყვის თავისუფლების რეგულირების. ანუ სრულიად საპირისპირო არიან იმისი, რასაც ტრამპის ადმინისტრაციის ყველაზე უფრო ამ თვალსაზრისით აქტიური სპიკერი, ვიცე-პრეზიდენტი ვენსი იძახდა მიუნხენის კონფერენციაზე. ესეც უნდა უთხრათ ხალხს, მე მესმის, რომ ეს არ იქნება გადამწყვეტი საკითხი და იმ ხარისხის, როგორც არის თვითონ უსაფრთხოების და ომის თემა. და შალვა რამიშვილს ამიტომ იხსენებს სულ რომ ახსოვდეს ყველა ადამიანს ვინც შეცდომაში შეყოლნიყო რომ ამ ხალხს ჩვენი მტრის გაძლიერება უნდა რაც ჩვენი განადგურების წინაპირობა არის და არანაირი გონიერი სიფრთხილე არ აქვს მაგრამ ამ საკითხებშიც ის რომ მაიმუნი აფერისტები არიან უნდა ვამხილოთ ყოველთვის და ჩვენ არ უნდა გადავაშვათ რა თქმა უნდა